დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მესამე ბლოკში გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სიახლეებს და პროექტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარდა. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ 2021 წლის თებერვალში დაწყებული პროექტი, რომელიც დააფინანსა ევროკავშირმა და რომელიც მოიცავს განახლებადი ენერგიის რეგულირებას საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანი თემა არის დიგიტალიზაცია და ჭკვიანი აღრიცხვა, გაციფრულება და ჭკვიანი აღრიცხვა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ალბათ ყველა აბონენტისთვის, ვისაც ელექტროენერგია და წყალი აქვს სახლში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ სტუდიაში, ვთხოვთ სტუმარს შემოგვიერთდეს, რომელიც გახლავთ სემეკის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია და ჩვენ აი სანამ ეთერში შემოვიდოდით, მანამდე ზუსტად ვაჯამებდით ამ 2 წლიან შედეგებს, რომელიც ახლა შეგვიძლია მაყურებელს გავუზიაროთ. მოგესალმებით, გამარჯობა. შეგვიძლია მივყვეთ თანმიმდევრობით ენერგიის განახლებადი ენერგიის რეგულირების საკითხს და შემდეგ გადავიდეთ განახლებადი ენერგია მაყურებელმა რო გაიგოს. აი ბატონი დავით იყოს ექსპერტი აგერდა რაღაცა ვისაუბროთ. მარტივად რო თქვა განახლებადი ენერგია ეს არის ენერგია, რომელიც არის უშრეტი, ანუ რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე ღებულობს მონაწილეობას წარმოების პროცესში, ის კვლავაც, ასე თქვათ, მიიღებს მომავალშიც მონაწილეობას, შესაბამისად ჰიდრორესურსები, მზის ენერგია, ქარის ენერგია, ასევე ბოლო პერიოდში აქტიურად წამოვიდა განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებიც. არის ის ასე თქვათ მთავარი რამ, რომელიც გვაძლევს ენერგიას და რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება მომწონს. 20 აპრილს უნდა გქონდეთ შეჯამება, თუმცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე 2 თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ 2 წელიწადში თქვათ რა მიღწევები იქნა შესრულებული. ევროკავშირის დაფინანსებით ჩვენთან კომისიაში ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 პროექტი განხორციელდა. ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, ხოლო მეორე პროექტი ეს იყო უშუალოდ ენერგეტიკის სექტორის და მარეგულირებელი ბერკეტების, ასე თქვათ, დიგიტალიზაციასთან, ანუ გაციფრულებასთან დაკავშირებული პროექტი. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად, როგორც არის ავსტრიის მარეგულირებელი უწყება, იტალიიდან იყვნენ ჩართულები, ასევე ევროპული გამოცდილების, ესე ვთქვათ, შესწავლა, გაზიარება და ამ ყველაფრის ადგილობრივ სისტემასთან და საჭიროებებთან ადაპტაცია. აქ ანოტაციაში წერია, რომ სემეკის თანამშრომლებს მიეცათ მეტი შესაძლებლობა, რომ უკეთესი მუშაობის სისტემა შეექმნათ. ეს თუ აისახება აბონენტებთან უკეთეს მუშაობაზე? აისახება, რა თქმა უნდა, რამდენიმე პროდუქტი ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ COVID პერიოდი იყო, როცა გვიწევდა თავიდან მუშაობა, რამდენიმე, ესე ვთქვათ, პროდუქტი მომზადდა და ჩაიშვა კიდეც, როგორიც არის ინფორმაციის, ესე ვთქვათ, ელექტრონულად გასვლასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიც არის იგივე ვთქვათ, ახალაშენებულ კორპუსებში ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟების აუცილებლობა, რაზეც ჩვენ სპეციალური წესიც მივიღეთ ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად ყველა ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან შევიდა ექსპლუატაციაში, უნდა იყოს სწორედ ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვილი, სადაც არ მოვა იგივე თქვათ ენერგოკომპანიის თანამშრომელი აღრიცხვაზე, მექანიკური ასე თქვათ შეცდომებთან დაკავშირებული საკითხებიც რა თქმა უნდა არ იქნება. მაგრამ სახში არ ხარ, იტოვებენ წერილს, ვიყავი, დამირეკე, გადმომეცი ციფრი, ხო? ამავდროულად ძალიან კარგი ანალიტიკის საშუალებაც არის მომხმარებელს, შეუძლია თვითონ აკონტროლოს თავისი მოხმარება, შეხედოს იგივე თქვათ არ ჩავიდეს მრიცხველთან და არ შეამოწმოს რამე. და რიცხვს გადახდა და აკონტროლოს. კი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ იგივე ძალიან ფართო პოპულარიზაცია გავწიეთ და მარეგულირებელი ნორმები დავხვეწეთ სწორედ ამ სახლის სახურავებზე განთავსებული მზის პანელების თქვათ გამოყენების ნაწილშიც და ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში. 2016 წლიდან დაიწყო სემეკმა ამის რეგულირება, თუმცა მას მერე რაც 100-დან 500 კილოვატამდე გავზარდეთ იგივე თქვათ დადგმული სიმძლავრე, მას შემდეგ რაც 5 წლის განმავლობაში ქსელური შეღავათები დავადგინეთ და ასე შემდეგ, დღის მდგომარეობით თითქმის 40 მეგავატამდეა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დამონტაჟებული, ესე ვთქვათ, ესეთი ტიპის მოწყობილობები, რომელიც გვაძლევს ენერგიას, ანუ განახლებად წყაროს. მზის ენერგიის როლი. კი ბატონო, შესამჩნევია და
განსაკუთრებით ესე ვთქვათ არის სპეციალური ესე ვთქვათ რადიაციის რუკა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავადგინოთ რომელ ტერიტორიული ერთეულში როგორი იქნება გამომუშავება. ბატონ და ეს მინდოდა მეკითხა ის სულ ბავშვობიდან მესმოდა ეს მზის ენერგია და ხშირად იყო ლაპარაკი იმაზე რომ ეს არის მითი საქართველოში ეს მზის ენერგია ვერ იმუშავებს. აი ჩვეულებრივმა ხალხმა რო გაიგოს ეს არის პერსპექტიული ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის პერსპექტიული საბაზისო არა, ამიტომ რომ საბაზისო ჩვენთან მაინც ჰიდროენერგია, ვინაიდან ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანა ვართ, უფრო წყალუხვი და შესაბამისად ჰიდროთი შეგვიძლია ვარეგულიროთ სისტემა და ვმართოთ, თუმცა დამატებითი ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ჩვენთვის არის როგორც მზის, ასევე ქარის ენერგია. იგივე თქვათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სახურავზე რო დავამონტაჟოთ ინვესტიცია რაც უნდა ჩავდოთ დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში ამოვიღებთ ამ ჩადებული ინვესტიციას და შემდეგ უკვე პრაქტიკულად უფასო დენი გვაქვს ისევე როგორც ეს არის წარმოებების შემთხვევაში და მას შემდეგ რაც 100-დან 500 კილოვატამდე გავზარდეთ ჩვენ ეს გადმოცემული ძალიან ბევრმა წარმოებამ და ორგანიზაციამ გააკეთა და 500 კილოვატიანი ესე ვთქვათ მზის პანელები დაამონტაჟეს საკუთარ ტერიტორიებს. ჭკვიან რიცხვზე კიდევ ერთხელ მინდა კითხოთ ესეთი რამ. აქ წერია რომ 2021 წლის შემდეგ რაც აშენდა მრავალბინიანი კორპუსები, აი აქ უკვე ჩაიდო ეს ახალი პროექტი. ანუ ეს იგულისხმება რომ ძველ კორპუსებში, ძველ სახლებში ეს განახლება ვერ მოხდება და მხოლოდ ახალ აშენებულ კორპუსებზე მოქმედებს? ახალ აშენებულ კორპუსებში და საცხოვრებელ სახლებში ისევე როგორც სადაც ყენდება მზის ბატარეები, იქ აუცილებლად ახალი ესეთი ჭკვიანი მრიცხველი ყენდება, ეს ვალდებულება ჩვენს მიერ ჩადებული კომპანიებს, ხოლო რაც შეეხება ძველ კორპუსებს და აშენებულ სახლებს, ეტაპობრივად როცა ხდება მრიცხველების ჩანაცვლება, ახალი მრიცხველებიც აუცილებლად ჭკვიანი მრიცხველები უნდა იყოს. კომპანიები ამზადებენ და წარმოადგენენ ჩვენთან საინვესტიციო გეგმას და 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა მოიცვალოს ეს მრიცხველები მომხმარებლისთვის ყოველგვარი ზედმეტი საფასურის დაწესების გარეშე. ასე რომ საცხოვრებელ სახლებში და კორპუსებში ეტაპობრივად შეიცვლება ამის. და თავად მობინადრეს შეუძლია აკონტროლოს მოხმარებული ენერგია, ტარიფი, რამდენს ხარჯავს და არეგულიროს თვითონ გადასახადი. ონლაინ ბანკივით არის. ონლაინ ბანკივით არის, კი ბატონო, მომხმარებელს ექნება საკუთარი გვერდი, უნდა ტელეფონში გახსნეს ამას, უნდა ასე ვთქვათ კომპიუტერში და ნახავს პირველი რიცხვი და მაგალითად ვთქვათ დღეს თუ 10 რიცხვია, რამდენი მოიხმარა ამ 10 დღის განმავლობაში. წინა დღეს შეადარებდა ეკონომიას ვისწავლით და უფრო მოვუწევთ. და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით უნდა გკითხოთ საერთო ჯამში შევაფასოთ ევროკავშირის დაფინანსებით 5 ახალ პროექტს აწარმოებთ ასე ვთქვათ. აი კიდევ რომელია ისეთი რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ელექტროენერგიის და წყალმომარაგების კუთხით. იშვიათი შემთხვევაა როცა ევროკავშირის დაფინანსებული 2 პროექტი ერთდროულად ხორციელდებოდა ორგანიზაციაში, მანამდე 3 განხორციელდა, 2 პროექტი ესე იგი ერთი დასრულდა და ერთს ზეგ შევაჯამებთ. რაც შეეხება ახალ პროექტს, სულ ახლახან TAIEX-ის პროექტი დაგვიფინანსდა ევროკომისიის მიერ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება. აქაც ევროპული გამოცდილების გაზიარება იქნება ბატარეების საკითხებში, ანუ ენერგო დამგროვებლების საკითხებში ძალიან მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მაგალითად თქვა თუ მაგ სახლის სახურავზე მზის პანელები ხო დღისით გამოიმუშავებს და სახამოს მჭირდება ენერგია, ან თქვა წარმოებებს ორგანიზაციებს თუ სხვა დროს ჭირდებათ ენერგია და სხვა დროს აქვთ მათ ენერგიის წყარო, შესაძლებელი იქნება დაგროვება და რაღაცა პერიოდის მერე, ასე ვთქვათ, ამის გამოყენება. აღნიშნული ძალიან აქტიურად ვითარდება ბევრ ქვეყანაში, ჩვენთან ჯერჯერობით სიახლეა, მარეგულირებელი ნორმა არ გვაქვს, ამიტომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში კარგი პრაქტიკის მაგალითებს ვნახავთ, ჩვენს ადგილობრივ საჭიროებას და სპეციფიკას მივსადაგებთ და დავადგენთ მარეგულირებელ წესს. ძალიან საინტერესოა. წარმატებებს ძალიან დიდი მადლობა. ყველა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტში ჩვენი სტუმარი გახლდათ სემეკის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია. მადლობა სტუმრობისთვის.